დიმა, როგორც ყოველთვის რამე ტკბილს შევჭამ. მოკლედ, საათისფერო ჰოგნო და საჩუქარი. ახლა მოდური ასეთი თმის სამაგრები. დიმა, რა საყვარელია? ასეთი არავის არაფერი უჩუქებია. კოსტა, ნახე რა აჩუქა დიმამ მწვანეს? ხო, ვიცოდი რომ შემიჩნევდი, ამიტომ შენც გიყიდე რაღაც. კარგი, მუსიკა უნდა ჩავხდოთ, მუსიკაზე უფრო მეც უკვეთავენ. მწვანეს რაღაც ტკბილი უნდა. შაქარყინული შეთავაზე. მწვანე, ჩვენ ჩუპაჩუპსები გვაქვს. ლეილა, ეს ჩემი საყვარელი სიმღერაა, ვიცებოთ. რა? რაიან, კაფეში ვართ, ყველა დაგვრცინებს. შეყვარებულებს არავინ არ დაცინის. დიმა, მეც მინდა. არა, საათისფერო სკოლის კაფეში არა. კოსტა, ნახე რა საყვარლობაა, მოდი ვიცეკოთ, სანამ ჩვენი შეკვეთა მოვა. აი, ცეკვაც დაიწყეს. მალე სკოლის კაფე კი არა, კლუბი გვექნება. აი, ის შეიძლება ჩვენც ვიცეკოთ. არა, რა დროს ცეკვაა შეკვეთები. გასაგებია, ვმუშაობთ. აქ რა ხდება? და აი ლეილაც აქ არის ფუფ. კარგი, იანა, დაწყნარდი, აღარ ხართ მეგობრები. მაგრამ არ მესმის რატო ცეკვავენ აქ? ხო, სკოლის კაფეა, კლუბი კი არა. ბოდიში. მე ამბოხებო, აბა გისმენთ რა შევკვეთავთ? შევკვეთავთ? რა შეგიძლია აქ შევკვეთო? იმდენ ცეკვავენ რომ ამტვერდა ყველაფერი. აი ისთან წავიდეთ. ჯანდაბა, ნახე იანას რა დაემართა? მე თუ არ იანა რაში გჭირდება? ის ხომ ჩემი მეგობარია. არა, ყოფილი მეგობარი. ხო, რაიან, მართალი ხარ. ისე ძალიან კარგი სუნი გაქვს. შეგიძლია აღარ დამსუნო? აი, ეს რა არის? მომისმინე ყოფილო, რა სულელი ხარ, რატომ გააკეთე აქ კლუბი? უთხარი გაჩერდნენ. აი, რა თქმა უნდა, ყველაფერი მესმის, აქ მუშაობ და ბევრ გადაწყვეტილებას მარტო იღებ, მაგრამ ნორმალური ადამიანი ვით მინდა ჭამა, გამორთე მუსიკა და უთხარი გაჩერდნენ. და ხო 5 ჩიზკეიკი გვინდა. გოგოებო, პანიკაში რატომ ხართ? პიცა გოგოებს 5 ჩიზკეიკი მოუტანე. მუსიკით უფრო გასართობია, თორე ისე მოსაწყენი გახდა კაფე. აი, მე 3 ჩიზკეიკი მინდა, ხო მიცი ჭამა როგორ მიყვარს. იანა, მე ამბოხი ხარ, მუცელზე იფიქრე. კარგი, მაშინ 2 ჩიზკეიკი. ჯანდაბა, რამ ხალხმაზე ყვირიან? ხო, იყვირეს და გაჩუმდებიან, მალე თვითონაც იცეკვებენ. არა, ეს ნორმალური არ არის. ნახეთ სკოლის კაფეში რა ხდება. სულ გაგიჟდნენ. გოგოებო, არ ვიცი საერთოდ ამ ჩიზკეიკებს შევჭამ თუ არა. იანა, რატომ? ამ წყულს ვერ ვუყურებ საერთოდ, გულს მირევენ. რატო, იანა? შენი ყოფილი მეგობრისთვის ბედნიერი არ უნდა იყო? კარგი, რაიან, უკვე ვიცეკვეთ, მოდი კაკაო დავლიოთ. ხო, და ძალიან მაგარი ხარ. ძალიან დამცხარ, თული ამდენი ცეკვა. კოსტა, უნაკლო ხარ და ძალიან მაგრად ცეკვავ. კარგი, ხომ ვიცეკვეთ, უკვე შეგვიძლია ვჭამოთ. სად არის ჩვენი შეკვეთა? საათისფერო მოგიტანის შეკვეთა, შაქარყინული. არა, რაღაც სხვა მინდა, მაგალითად, ტორტი. გოგოებო, დღეს საღამოს მაგრად გავერთობით. გოგონების ფართი უნდა გქონდეს სკოლის შემდეგ ჩემთან სახლში. გოგონების ფართი. ყველა წამოვა, ძალიან მაგარი იქნება. დიანა, მე ვერ წამოვალ. იანა, რატომ? არ ვარ ხასიათზე. მომისმინე, იანა, მე ამბოხე ხარ, ამიტომ უნდა წამოხვიდი აუცილებლად. თორემ გავარდები. კარგი, თანახმა ვარ, წამოვალ, მაგრამ უნდა დავივიწყო ეს ლეილა. იანა, ნეტა გვცოდნოდა რომ ამდენ ცრემლს გადმოყრიდი ამ ლეილას გამო. სად არის ჩვენი ჩიზკეიკები? რაიან, მინდა რომ დღეს მე ამბოხეებს ყურადღება გადაატანინო. იანას უნდა დავალაპარაკო და ავუხსნა. მასთან არაფერი არ გაქვს ალაპარაკო. ხო, მაგრამ უნდა შევახსენო რომ ვარდისფერი მე ამბოხე კი არა, ბირთხაა. გამარჯობა, ვარჯიში როდის იწყება? მოკლედ მეგობრებო, თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს. გადავწყვიტე რომ დღეს ვარჯიში არ გვექნება. პირდაპირ ეთერი უნდა გავუშვოთ. რაც გულისხმობ, ვარჯიში არ გვექნება. ხო, ეგ კარგი იდეაა. მე ამბოხებს პასუხი უნდა გავუცეთ. ხო, ახლავე ჩავრთავ. მიდი დაიწყე. გოგოებო, გამარჯობა, დღეს ჩვენ ლაივში ვიქნებით. მე მერის შეყვარებული ვიყავი და მე კნოპას ხვდებოდი. მე დიანას შეყვარებული, მაგრამ ლამაზო გოგოებო, ახლა ჩვენ ვართ თავისუფლები. მოკლედ, ახლა ჩვენ ლაივი გვექნება, ცოტას ვილაპარაკებთ და მე რო ვარჯიშს დავიწყებთ. გოგოებო, შეხედეთ როგორი ძლიერი ვარ. გოგოებო, და მე ძალიან კარგად ვყოცნი, შეგიძლიათ კნოპასაც კითხოთ. გოგოებო, რა თქმა უნდა, უკვე მივხვდით ყველაზე მაგარი ბიჭი აქ ვინც არის, მე სმაილი. გოგოებო, არა, იტყუება. ხო, უბრალოდ ტრაბახობს, დამიჯერეთ, ვიცნობ, ის ჩემი ძმა არა. გოგოებო, აქ დარჩით, ახლა ყველაზე მაგარ ხმას გაიგონებთ. აი, ტიმურის სახეში დარტყმის ხმა. ხო, რა თქმა უნდა, სმაილი ისევ ტრაბახობს. კარგი, არ იდარდოთ, ჩერლიდერები რომ ამ ლაივს ნახავენ, მაინც გაგიჟდებიან. გოგოებო, ახლა შეგიძლიათ მოგწეროთ. ჩვენ ვარჯიში უნდა დავიწყოთ, ამ ლაივი უნდა გავთიშო, მაგრამ მოგწერეთ და ყველას გიპასუხებთ. აბა, კარგად.
ვერ ხვდები აბა ვინ ტრაბახობდა. მასკოტ, მაგ კოსტუმის ტარებით არ დაიღალე? ხო, რაღაც აღარ გაქვს ვარჯიშები. უწუხარ ჩვენ გამო, იქნებ ბაზრი შეიცვალო და მოხვიდე ჩვენთან. მომისმინეთ გომბეშოებო, თქვენიანი არ გავხდები. მე ყველაზე ერთგული მასკოტი ვარ და ჩელიდერი ბაჭიები ჩემთვის ყველაფერი არიან. ჩემი მეორე ოჯახი. რა მეორე ოჯახი? ხო, დაავიწყდი. შენი ბანი. და ამიტომ გადაწყვიტეთ ჩემი გადაბირება. მათ უბრალოდ ახლა ასეთი პერიოდი აქვს, ცოტა ხანში დაწნარდებიან და იგივეები იქნებიან. მათ კარგად ვიცნობ. ეს მასკოტი რა ჯიუტია. კარგი გოგოებო, ახლა ამის დრო არ არის. მოდით გადავწყვიტოთ, რომელი ტანსაცმელი გამოვიწეროთ. აბა, ეს მოგწონს. აი, ეს მოგწონს? კი, ძალიან. და რომელი ავირჩიო? სამივე ერთად აიღე. და შენ მომცემ ფულს? მისმინე, შენ მკითხე და მე გიპასუხე. თან ადრე ფული რომ გასასხე, ის ჯერ კიდევ არ დაგიბრუნებია. კარგი გოგოებო, ნუ კამათობთ. მოდით მოვიფიქროთ ამ შაბათ-კვირას რა გავაკეთოთ. ბანის როგორც ვიცი ფართი აქვს და ჩვენ რა ვქნათ? ჩემს მაღაზიაში მოდით. ახალი კოლექცია გვაქვს, ძალიან მაგარი ტანსაცმელია. კარგი, მგონი ჩემი წასვლის დროა, ტანსაცმელები არ მაინტერესებს. შენთან რატო უნდა მოვიდეთ? არ ყიდი ვალებით და თან საკმარისი არასდროს გვაქვს. ხო, სუბრენდული ტანსაცმელი გაქვს. გოგოებო, ახლა ფასდაკლება არის ჩემს მაღაზიაში. მოდით, ნახეთ, იქნება რამე მოგეწონოთ. მია, შემოგხედე, შენი აზრით ფასდაკლებაზე ვყიდულობთ რამეს? ხო, ზედმეტად მაგრები ვართ. ხო, ბაყაყებს მხოლოდ საუკეთესო აცვიათ. ბლა, საჭირო არ არის მაგის თქმა, გავიგე უკვე ყველაფერი კარგად. დიანა, ჩქარა. კარგი, ახლა უცბად გაკვეთილზე წავიდეთ, მალე მორჩება და მერე ფართი გვექნება. გოგოებო, მისმინეთ, ფართიზე რა მიხებს ხომ არ დამიშავებთ, გიცნობთ. მე ამბოხეებში მიგიღეთ, არაფერი მსგავსი არ მოხდება. იქნებ მონდომება გვაჩვენოს მაინც, მაგრამ მაინტერესებს თქვენი აზრით იანა მზადაა იმისთვის, რომ ბოლომდე გაწევრიანდეს და გააკეთოს ჩვენი მოქმედება? იანა, ველოდები ჩვენს პასუხს. გოგოებო, ტუალეტიდან წყალს არ დავლევ. კარგი რა, რომელი საუკუნეა, ჩვენი მოქმედება სახალისოა. იანა, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. ეს ვინ არის? გოგოებო, კალბურთელები ლაივში არიან. ნახეთ, რა? გოგოებო, გამარჯობა, დღეს ლაივი გვექნება. მე მერი შეყვარებული ვიყავი. მე კნოპას ხვდებოდი. მე დიანას შეყვარებული ვიყავი, მაგრამ ახლა ლამაზო გოგოებო, ჩვენ ვართ თავისუფლები. რა? თავისუფლებიო? მოიცადეთ, დაგშორდნენ? სხვათა შორის ჩვენ დავშორდით. ღმერთო ჩემო, ტიმური ჩემი აღარ არის. არა გოგოებო, მე პირადად შოკში ვარ. ნახეთ კამერის წინ როგორ საუბრობენ. ტიმურმა თქვა რომ ყველაზე მაგრა კოცნის და კნოპას კითხეთო, კნოპა მართალია? მე საიდან უნდა ვიცოდე, მხოლოდ ლოყაზე მკოცნდა. გოგოებო, იმედი მაქვს ფართის ამის გამო არ გააოქმებთ, ხო? მიგატოვეს და ახლა ასე იქცევიან ეს კალათბურთელები. არა გოგოებო, არ გავაუქმებთ ფართის პირიქით. სხვა ბიჭებსაც დავპატიჟებთ. მაგარი იქნება. მაგარია. ხო, ძალიან. კარგით გოგოებო, ბოლო გაკვეთილი და წავედით. მეათე კლასო, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. გოგოებო, თქვენ რა სიტყვით? ჩვენც ძალიან გვიხარია, მასწავლებელო მაიკ. უბრალოდ ვარდისფერი მე ამბოხეები ვართ და ჩრილდერებიც 2-1-ში. მასწავლებელო მაიკ, გიჟები არიან, გიჟები. გოგოებო, ეს სკოლის ტანსაცმელი არ არის. იცით რა მასწავლებელო მაიკ, ლეილამ გადაწყვიტა რომ რაიანისთვის ესე ამოვნებინა და რაღაც აცვია. იქნება აყენოთ და შეხედოთ. ლეილა, ჩემი უსაყვარლესი. კარგი, ლეილა, არ მესმის შენ რა გჭირს, მიდი აბა ადექი. მასწავლებელო მაიკ, იქნებ სხვა დროს მირჩევნია ვიჯდე. მისმინე, ადექი მასწავლებელო მაიკმა გითხრა თუ გეშინია მაგ შორტების დანახება. ჩემ შეყვარებულს არ შეეხო, თორე ტიპებს ვეღარ მიიღებთ. მეგობრებო, როგორც ხედავ, სანამ წასული ვიყავი, ბევრი რაღაც შეიცვალა. აბა ლეილა, ადექი. მასწავლებელო მაიკ, თქვენი ხაზრით ავდგები. და კი, იმიჯი შევიცვალე. მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა შეყვარებული მყავს და მას ასეთი ტანსაცმელი მოსწონს. ჩემი აზრით, კარგად გამოვიყურები. ჟურნალისტი არა, სკოლის სირცხული. გეთახმები, სკოლის ჟურნალისტმა ასე არ უნდა შეიცვას. ფეხბურთელებო, ყველაფერი მესმის და იცოდეთ რა იანს ვეტყვი ყველაფერს. საყვარელო, ვინმე მხოლოდ შეგაწუხა? ხო, ფეხბურთელებმა გამაბრაზეს. რაიან, მიდი პრობლემები დაარიგე და ყველამ გაკვეთილის თემა ჩაიწერეთ. და ნასიას, ლეილას და დიანას მშობლები ხვალ სკოლაში მოვიდნენ. მასწავლებელო მაიკ, არა, მე არ მადარდებს, ჩემი მშობლები გასულები არიან. მაგრამ მასწავლებელო მაიკ, ძალიან უცნაურია დედა ჩემს გარეგნობაზე არ ესაუბრო. ისა ტიპები დაითვალე? არა, ახლა გაკვეთილია. და როდის უნდა მომცე? დავითვლით შესვენებას და დაგიბრუნებ. მასწავლებელო მაიკ, აი ისი ჩურჩულებს და ჩურჩულებს უთხარით რომ გაჩუმდეს. მომისმინე, ახლა შენ მოგიწევს გაჩუმება, აქ რაღაცაზე ვლაპარაკობთ. აი, რა მოგიტანათ მე ამბოხეობამ. მასწავლებლების სკოლაში. მისმინე ბაყაყო, ჩუმად ვიქნებოდი, თორემ მასწავლებელო მაიკს ვეტყვი, სანამ ის აქ არ იყო. თქვენ როგორ გადიოდით სკოლიდან? ხო, და ისიც დაგცინებთ, როგორ ვერი შოპინგეთ. მეგობრებო, იცით რა ვიფიქრე? ხოლიდან სკოლაში მკაცრი წესები უნდა შემოვიღოთ, მაგალითად, ყველამ ლურჯი უნიფორმა უნდა ჩაიცვას. არა! კი, მეგობრებო, კი.
კარგით მასწავლებელო მაიკ, მე პირადად თქვენს ყველა წეს უეთანხმები, შეიძლება გავიდე? სად უნდა წახვიდე? რაიან, წყალი უნდა დავლიო. კარგი ლეილა, შეგიძლია წყალი დარლიო, მეგობრებო, როგორები გადაშალეთ? მადლობა მასწავლებელო მაიკ. არა რაიან, ჯერ ერთი დაბრუნდეს. მის მინენასწიას რაღაც უცნაური წყვილია ლეილა და რაიანი. ხო და რაიანი სულ კუჩი დაყვება ამ ლეილას. გოგოებო, კაპოტაზე არ ვლაპარაკობთ, პრობლემებს ხსნით და ვიწერთ. ყველაფერს ვიწერთ. ვწერთ, მასწავლებელო მაიკ, ვწერთ. Яна, შეიძლება დაგელაპარაკო. ვერ გავიგე, ლეილა, Яна არ გამოვა და არ დაგელაპარაკება, მაგრამ მინდა საუბარი. დიანას ვეტყვი. კნოპა რამდენიმე სიტყვა. ყვილა დაირჩია დიანამ, სულ ყვილად. ახლა Яна წავა და ლეილასთან მივა. მე უნდა აგერჩიეთ, არაფერი არ მქონდა ლეილასთან გასარჩევი. და მე რომ ყოფილიყავი მე ამბოხე, ყველაზე ერთგული ვიქნებოდი. საკმარისია, ავირჩიეთ Яна, დამთავრდა. თუ უცუდად მოიქცევა, გავაგდებთ. კარგით, მოდით ეს თემა დავხუროთ. აქ ვარ მე, ძალიან ლამაზი მე ამბოხე ვიქნებოდი. ვარდისფერი მაცვია და მითხრას რომ ვერ ჩავეტეოდი კოსტუმში. შევიკერავდი ბოლო-ბოლო. მორჩა ჯული, არ ნერვიულო, ლატექს მიხედე. პროვასტი, არა, ეგ ტყავია. საერთოდ არ იცი ეს ნაჭრები რა. ლეილა, რატომ დამიძახე სპეციალურად? ხომ იცი რომ კნოპა დიანას ყველაფერს ეტყვის. Яна, არ მესმის საერთოდ რა გაცვია? ლეილა, ახლა ვარდისფერი მე ამბოხე ვარ, ხომ გითხარი? Яна, არ გესმის? ხო, რაიანს ხვდები, მაგრამ ხვდები სკოლაში და საღამოობით შენთან ერთად ვარ ხოლმე შაბათ-კვირას. ხო, ჩემო მეგობარო, და ამ შაბათ-კვირას ვისთან ერთად იყავი კინოში? რაიანთან ერთად. ხო, Яна, ბილეთები ჰქონდა ნაყიდი. ხო, მართალია, ბილეთები იყიდა და ვირთხები რომ სულ ერთად უნდა იყვნენ? ანუ, Яна, მე ამბოხე ხარ? მე ამბოხე ვარ. კარგი, მაშინ მე რაიანთან ვრჩები. მშვენიერი. და ხო, ჩემი ნომერი წაშალე. ადვილია, Яна, შეხედე? ყოჩაღ ლეილა. და შენ ყველგან შავსიაში უნდა დამამატო იცოდე. ვაუ, ეგ უკვე გაკეთებულია, დამატებული ხარ. ვირთხა, ამბობს ვირთხა. დიანა, შეიძლება რაღაც გითხრა? მოკლედ, შუა გაკვეთილზე Яна გავიდა ლეილასთან სასაუბროდ და არ ვიცით რაზე. Яна, ხომ შევთანხმდით, ლეილასთან კომუნიკაცია არ შეიძლება. მე ამბოხე ხარ, თუ ვირთხა, უნდა გადაწყვიტო. მგონი ზედმეტი სამუშაო ამისთვის. მომისმინეთ, ლეილასთან ერთად გავედი და ვიკამათეთ. ჩემი ნომერი წაშალა და მე შავსიაში დავამატე. ამიტომ მეგობრები აღარ ვართ, ვირთხებიც აღარ ვართ. მე ვარ მე ამბოხე. შვენიერი, მაშინ გოგოებო გაკვეთილი დამთავრდა და წავედით ჩემთან ჩვენი ფარტისთვის. გოგოებო, გაჩვდით და ჩემ კლასში შემოდით, უნდა ვილაპარაკოთ. ჯანდაბა. დიახ, მასწავლებელო მაიკ, მაგრამ ბოლო გაკვეთილი იყო, ხო? არ მისმის, ესენიც მე ამბოხეები არიან, 5 ხართ? დიახ, მე ამბოხე ვარ, მეც, ჩვენც. კარგი, მორჩა, ხვალ ყველას დედა და მამა სკოლაში, მშობლების გარეშე მოსვლა არ გაბედოთ. ერთი წუთით არ მისმის რა პრობლემაა? ხო, ვერც მე გავიგე. არ მოსწონს ჩვენი გარეგნობა. უნდა რომ სკოლაში ფორმა გქონდეს ლურჯი. კარგი გოგოებო, წავედით. გადაგემართათ, გაიყინეთ, უნდა წავიდეთ, გოგოებმა უკვე მოგწერეს. ძალიან მაგარი ლაივი იყო, ბიჭებო, პატივს გცემთ. მაგით ჩვენ გვიპასუხეთ, არა? მაქს? აი? გოგოებო, მოდით დავფიქრდეთ, ახლა ფარტი გველდება, უნდა წავიდეთ. რა, ლაივს შევეხეთ, დღეიდან ყოველ დღე გავუშვებთ. იცით უკვე რამდენმა გოგომ მოგწერა, გააქვთ წარმოდგენა. ტიმურ, რა, მე მართლა კარგად გოცნი. ხო, კნოპამ გვითხრა რა საყვარელად კოცნიდი ლოყაზე. გოგოებო, წასვლის დროა. კარგი, წავედით. ნახვამდის. მე ამბოხეები მაგრები არიან. მეგობრებო, კალათბურთელები იმარჯვებენ. გოგოებისკენ. კარგი, საბოლოოდ დავშორდით კალათბურთელებს. კარგი გოგოებო, ცხვირები არ ჩამოუშვათ, მეც დავშორდი აის. ხო, და მე ჩემს საუკეთესო მეგობარს. მოკლედ, წავიდეთ და გავერთოთ. ხო, გავერთოთ. ბავშვებო, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ძარს. ახლა უნდა წავიდეთ და გავერთოთ. კარგად, კარგად.
tell you right now, your exquisite kiss still burning. Didn't know I missed this passion in life. Now I'm addicted somehow. Let me tell you what is up with your smile? It's impossible.